აქტიური ნაწილი საზოგადოების მაინც ვართ ქალები. და ჩვენი ეს პრობლემები და მწვავე საკითხები უფრო აქტიურად გამოგვაქვს საჯაროდ და ვლაპარაკობთ და ვბედავთ. მაგრამ არანაკლები პრობლემები აქვთ კაცებს და არანაკლები სტიგმა აქვთ. უბრალოდ ისინი ამაზე არ საუბრობენ, იმიტომ რომ ასწავლეს, რომ გოგო ხო არა ხარ, არიტირო, უნდა მოითმინო, კარგი ბიჭი უნდა იყო, კარგი შვილი უნდა იყო, კარგი ქმარი უნდა იყო, კარგი თამადა უნდა იყო, ჩხუბი უნდა შეგეძლოს. ანუ იმდენი რამე აქვს კაცს მოხვეული, გაიხსენ, ეხლა ჩვენ ბავშვობაში, ეხლა კი აღარ არის ესე, მაგრამ არ შეიძლებოდა მუსიკაზე ევლობით დასცინოდნენ, რაღაცა ფერადი ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვა, რაღაცა ღმერთმა არქნას და საყურის გაკეთება მოუნდეს და ხო გაგიჟდა და გადაირია გარშემო ყველა. კაცებს უწევთ ამაში ყოფნა, უბრალოდ ქალებმა გაუბედეთ და ხმა ამოვიღეთ, იმიტომ რომ ეს წნეხი ჩაბურის იმდენად დიდი იყო, რომ ანუ ეს საცობი ვეღარ გაჩერდა თავის ადგილზე, ამოხეთქა და კაცებს ამოხეთქავენ ალბათ ოდესმე.